ყველას მოგესალმებით, თქვენთან არის გიორგი. ესე იგი, გისურვებთ კარგ კვირა დღეს, ბატონო და კიდე ნაყოფიერად დაწყებული იყოს თქვენი კვირა. ესე იგი, ვერა და ვერ მივედი ამ კაცო ამ დიდი ქართველთა დიდი გაერთიანება რო დავაკომენტარო იქამდე რა, ალბათ რაღაცა ის არის რა, ანუ რაღაც ველი იქნება ისეთი, რომ რაღაც წინააღმდეგობებია სამსახურიც ის და აუცილებლად მოვიცლი და სპეციალურად რა თქმა უნდა უკვე 166 გამომწერი მყავს. ამაყად მივაბიჯებ უკვე ქუჩაში. სამსახურში ისე შევდივარ უკვე რომ არ მეშინია დაკარგვის რა. სამსახური რო დავკარგო და თან ეხა ეს ვიდეო მინდა რომ რაღაც ოფიციალური სახე მივცე, იმიტომ რომ დიდი ქართული გაერთიანება. ამაზე უნდა ვისაუბრო და რა თქმა უნდა ჩამოვაყალიბო და თქვა ჩემი აზრი. ესე იგი, ეხლა რა ვიდეოზე წინა ვიდეო ჩავწერე ბატონო, თამარ მეფე ვახსენე. რა თქმა უნდა, კიდე ერთხელ კონკრეტები რომ არავითარი ცინიზმით და ასე შემდეგ, არც ამაყ ამის უფლება. იმიტომ რომ არ თვლი რომ თქვა ჩემი მხრიდან თამარ მეფე არის თქვა გასაკრიტიკებელი და თან ფუნდამენტურად არც ვიცი მისი ცხოვრება ისე რომ თქვა რაღაცა დეტალები თქვა ის ისტორიაში რაც წერია და თქვა წმინდათა ცხოვრებაში ეს სხვა არის. ისე ვამბობ უბრალოდ მე არ ვიცი. ანუ იმ დროს მე იქ არ ვიყავი, ხო და რაღაც კიდე სხვა რაღაც მისი თქვა ნაბიჯები და ისინი არ ვიცი. ესე იგი, ადამიანმა ერთ-ერთმა დამიწერა აი რაღაც მისი ფრესკა შეგვიძლია ვნახოთ და ფრესკაზეც დაუწერე კომენტარი და უთხარი რომ ფრესკა ჯერ ერთ-ერთის ხო არის მაგალითად ხატწერა ბიზანტიური, სლავური, თქვა ქართული, ყველა რაღაც გარკვეულ ეკლესიებს აქვს თავისი წესი. თავისი რაღაც ტრადიციას ბატონო ამ ხატწერაში. ფრესკა არ შეიძლება იყოს ანალოგი, ანუ პორტრეტი არ არის ფრესკა, იმიტომ რომ ხატწერაში არის კანონიკა ბატონო. იქ თქვა წმინდა დედას როგორი სახე უნდა ქონდეს ბატონო, წმინდა მამას, ბერს, მოწამეს, მეომარს, იმას მეფეს და ასე შემდეგ. იქ თავისი ისინი არის და თან კიდევ ხატვარი ხო, თავისი ხედვი და თავისი შეხედულებით როგორც თქვა ის ხედავდა ფერწერაში იმ დროს თქვა დახატავდა ისე. თქვა შეიძლება ეხლანდელ დროს თქვა საღებავები, თქვა საღებავის რაღაც აი მაგალითად აი უფრო გამოკვეთილად გამომჩენი და რაღაცეები ტექნოლოგიები ეხლა უფრო არის და მე ვფიქრობ ეხლა უფრო მაღალი დონის თქვა შეიძლება თქვა ხატწერა და რაღაც მიახლოვებული ის რაღაცა უფრო განვითარებული დაიხატოს ვიდრე მაგალითად იხატებოდა იმ დროს. ის ხო თავისი ეხლა რაღაც ძველი ნახატები და ისინი რა თქმა უნდა სიძველის გამო და ასევე მხატვრის სახელის გამოც იღებს იმას რა ქვია თავის ფასს. მაგრამ ამაზე რო არ გავჩერდეთ ეხლა. ნუ ამ ადამიანს ჯერა რომ მაგალითად ვარძიაში როგორც არის დახატული, კი ბატონო, არანაირი პრობლემა არ არის. მე არც შემიძლია გითხრათ რომ არა ეგრე არ არის. მაგრამ მე გეუბნებით უბრალოდ რომ კანონიკაში არის თქვათ წმინდანები როგორ იხატება რა. ანუ ხატწერაში არის ეს. შეგიძლიათ მაგალითად ბატონო ანჩის ხატის ხატმწერთა ჯგუფში მიბრძანდეთ და ეს დააზუსტოთ ეს ინფორმაცია თუ თქვათ მე არ მენდობით და მე არ ვიქნები თქვათ თქვენთვის ავტორიტეტი. და არც მინდა ეს სხვათა შორის. და ეხლა შემდეგი რა მაქვს სათქმელი. ერთ-ერთმა ადამიანმა ესეთი რაღაც გააკეთა, რომ აი რაღაც მართლმადიდებლური იმას ეხებიო, იმას აკრიტიკებო სულო და უნგრეთი და ბულგარეთი ვახსენე მე. და ამ ადამიანს მინდა შევახსენო, რომ ხო, უნგრეთი ერთ-ერთი ფუნდამენტია მართლმადიდებლური ეკლესიის. აი თვითონ ორბანიც კი მისი მართველი ვინც არის ყველა დაუჯდომელი იცის ზეპირად, წირვალოცვას არ აცდენს, ანუ მიიდის იმაშვება და ასევე გამომცემლობა ალილო და იმებთან აქვს კავშირი და დაუჯდომლებს და იმებს სანამ გამოიცემა მანამდე ეზღებულობს და იზეპირებს და მერე რა თქმა უნდა იმაშვება რა ქვია, ლოცულობს ხო. ჩუმად ოღონდ. ეს ჩუმი მოღვაწე არის, ეს მე დავადგინე უბრალოდ, თავის ის არის, არავის არ ანახებს, თავის თქვა ლოცვებს და ასე შემდეგ და. ისე მინდა თქვა უბრალოდ მართლმადიდებლურს კი არ ვაკრიტიკებ. მე ვამბობ, რომ ეს ქვეყნები, იქ უნგრეთი და ბულგარეთი იმ დროს რაც გამახსენდა ის თქვი. ყველა არის გამოკვეთილად აი მეფეები და ჩვენი მეფე და ჩვენი ისა და ჩვენი ისა და. მაგალითად არის ფაქტები რუსეთის ისტორიიდანაც მაგალითად ალექსანდრე ნეველი ბატონო წმინდანი რო არის და რაღაც იქ ფორთხავს ხალხი, მისი კიდე კნიაგინია ანია და ვიღაცები ოლგა და იმეების საფლავზე მუხლის ჩოქით რო ადიან და რაღაცა. მათ ძალიან ბევრ სისხლში აქვს ხელი გასრული, ძალიან ბევრ სისხლში. და სხვათა შორის არსად არ ყოფილა ესეთი ფაქტი, რომ ვინმეს მოეთხოვა
რომ ქრისტე მიიღე თუ არა და მოკლავ და ესეთი რაღაცაც არ გაკეთებული ამ კაცს. და კიდე კნიაზები იყვნენ, რომლებიც მართლმადიდებლობას ბატონო და ქრისტიანობას ირგებდნენ თავის სამოსად და ძალიან ბევრმა ადამიანმა ტანჯვა განიცა და ფაქტობრივად ქრისტეს სახელით, ანუ მანიპულირებით უბრალოდ. თორე ქრისტეს არსად არ უთქვია ჩემ გამო, ვინმეს ხანჯლები უქნიეთ და სოფლები გადაუწვით და კიდე სხვა ქვეყნები დაიფყარით და მიწები შემოიერთეთო. ესეთი რაღაცა ქრისტეს არ უთქვია. და ზუსტად ამიტომ ამბობ, რომ ეკლესია, რომელიც არის სარწმუნოება და მსახურები ეკლესიის შეერთებულია და მთავრობასთან ერთად მოქმედებს, ჩემთვის ის ეკლესია არ ითვლება. და რა თქმა უნდა, კრიტიკას ექვემდებარება ჩემთვის. და მე იმას ქრისტიანობას კი არ ვაკრიტიკებ. ვაკრიტიკებ დამახინჯებულ ბატონო წარმონახნებს და ქრისტეს სახელით რო ხდება მანიპულირება, აი ზუსტად იმას ვამბობ. ეს არის და ეს რამდენი გამომწერი მყავს ვიღაცამ ლანს გავს და კომენტარების წაშლასთან დაკავშირებით მე წინა ვიდეოებში თქვი რომ ვინც შეიგინება ბატონო და ბილდ სიტყვაობს იმ კომენტარებს წავშლი. ავტომატურად დაყენებული მაქვს YouTube-ზე ეგეთი რაღაცა რომ სადაც იქნება მაგალითად პროპაგანდა მამათმავლობის, პედოფილიის, დედის გინება, იმის რა გვია გასკდომა, გაძღომა და შემწვარ გოჭებთან ერთად ჭიდაობა და თამაში. ესეთი ვიდეოები ჩემთან არ იქნება და კომენტარებიც ეგრევე წაიშლება რა. ხო და პირდაპირ გეუბნებით ბატონო, მე თუ შენ გაღიზიანებ, პიროვნულად არ გიცნობ ბატონო ვინ ახარ, მე თუ შენ გაღიზიანებ, დამბლოკე და ამით დამთავრდება ყველაფერი რა. ანუ იმით კიდე ერთი იყო რამოდენიმე კომენტარი დაწერა, აი ხო ლამაზი ისაკავს ოჯახიო და არ გეცოდებაო რაღაც. ანუ ეს ვითომ მუქარანარევი ისინი და იცით რა არის ეგეთი მუქარების და რაღაცების რო შემშინებოდა, მე მგონი აქამდეც ვერ მოვიდოდი. ჩავიკეტებოდი სახში, შეშინებული ვიქნებოდი და ასე შემდეგ. იმას არ მომბობ, რომ მე არ მეშინია თქვათ იმის ოჯახის დაყარგვი. ოჯახის დაყარგვის კი არა, ნებისმიერი ახლობელი ადამიანი ვინც არის, მასთან ურთიერთობიდან გამომდინარე და შეიძლება თქვათ კიდე რაღაცა საფრთხეში არავინ არ ჩამიგდია ბატონო. ამას ცხოვრებაში პირდაპირ მომბ, არავინ ჩემ გამო, არავინ საფრთხეში არ ჩამიგდია მე. ხო და ეს კომენტარები და რაღაცები თავი შეიკავეთ, უბრალოდ დამბლოკეთ, შეგიძლიათ დამიწეროთ თქვენი აზრი ბატონო, რას არ ეთანხმებით, თორემ ობიექტურად რა, იმის ლანძღვით და გინებებს, ხო, არც სხვას და თუ გინდა ჩემი მხარის დამცველს ბატონო არ მივცემ ამის საშუალებას, იმიტომ რომ მე ამ ყველაფერს ვემიჯნები. რასაც მე თვითონ ვგმობ, იმას მე სხვას არ მივცემ იმის უფლებას, რომ ეს გააკეთოს. ხო და რა არის ახლა YouTube-ზე მაინც და მაინც YouTube-ზე თუ YouTube-ზე. ესეც ჩემი სწორედ ბატონო, თუ რამეა ჩემს მეტი გვერდი არ არის, თუ აი მარტო ისეთი მოსაწყენი ისინი გაქვს, რა ქვია, გამოწერილი გვერდები, რომ მაინც და მაინც რეკომენდაციაში მევარდები. არ მეყურო ბატონო და ვსო დაისვენე. თქვენ რომ თვლით, რომ მე ვარ თქვათ სარწმუნოების მტერი, ეს ზუსტად იმას ამტკიცებს, რომ პოდსაბჭოთა ქვეყნებში სამწუხაროდ წაკითხulis, ნანახის, მოსმენილის გააზრება ხალხს უჭერს. მაგ მდგომარეობაში ვიყავი მეც ბატონო. ანუ ნებისმიერ კრიტიკას აღებულობდი რომ მტერია უკვე და რაღაცა და მე გავიგე კაცო რომ კიდე ერთხელ მეორდები მტრები რო გონიათ რომ გარედან ებრძვის ეკლესია სავსეა თვითონ მტრები შევიდნენ უკვე კიდე ერთხელ მიმეორებ გადაცმულები არიან ბატონო სასულიერო ფორმებში და მანიპულირებას ძალადობას სულიერს და ზოგი ფიზიკურსაც კიდე ახდენს ბატონო ეკლესიაში ეს მარტო საქართველოში კი არ ხდება რუსეთი, საბერძნეთი, კონსტანტინოპოლი, ეს ხო წალეკილი არის საერთოდ, იმით პედოფილებით და მამათმავლებით. და ამის ძალიან დიდი ამერიკაშიც ბატონო რა არ არიან ეგეთები, ბოსტონის ეკლესიის ის ნახეთ, აბა, სკანდალი. კინოც არის სხვათა შორის, თუ ვინმეს დაინტერესებს, კომენტარებში დავტოვებ და უყურეთ, ეს არის ნამდვილი ფაქტი, რომელიც მოხდა ამერიკაში. და დაისაჯა ბატონო კარდინალი და მღვდელი, რომელმაც 86 ადამიანი გააუპატიურა. მე რა რო ის კათოლიკე მღვდელი არის ქრისტეს სახელით ხო ატყუებდა ხალხს რა მნიშვნელობა აქვს ხო და ამას ვიძახი მე და ეხა თუ არ გინდა არ მოусმინო ბატონო ვინმე კი არ გაძალებს ეს გვერდი მე იმისთვის არ შემიქმნია რომ ახლა ვიღაცის კარებებზე ვაკაყუნო და ჭეშმარიტ ღმერთზე ვესაუბრო არ შემიქმნია ეს არის ჩემთვის აი როგორც მაგალითად აზრის გაზიარება არ ამყავს ბატონო არავინ ისეთი ვისაც შემიძლია თქვა დაველაპარაკო და აუხსნა არავის არ ყველა თავის საქმეზე დადის თავის საქმეებია კიდე ბევრი და ეს გვერდი არის ზუსტად ამისთვის და სხვადასხვა ერთი ჩემი მეგობრის გამო შევქმენი რომელიც არის უცხოეთში ბატონო და მთხოვა რომ აი ლაპარაკობდით ყოველთვის ესეთ თემებზე მარტო იმაზე არა რაღაც კრიტიკაზე კარგ რაღაცეებზე რა აი მაგალითად აგერ
ხე მაქვს გამზადებული, დღეს ხე უნდა დავდგა ბატონო. ხო და არა ვარ ისეთი ადამიანი, რომელიც აი ჩაციკლულია მარტო ეკლესიის იმაზე. არა ბატონო, სხვა რაღაცეების მაინტერესებს, ამას პერიოდულად ჩემ გვერდზე გამოვაჩენ. ხო და თუ არ გინდა ყურება, არ უყურო ბატონო, არანაირი პრობლემა არ არის. მე არავის არ ვაძალებ. დამბლოკეთ ბატონო, გაასაჩივრეთ ვიდეო, YouTube მე დამიკავშირდება, ან ზარს გამომიშვებს და გადაურეკავ, ხო და ამიხსნიან ბატონო, რომ რაღაცა ისეთი თქვი შენ, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება, ტყუილი არის და ასე შემდეგ. ეხა ძალიან რო არ გამიგრძელდეს, ვამზადებ ვიდეოს, აუცილებლად დავდებ საქართველოს დიდ გაერთიანებაზე. ცოტა პატარა მანქანატორი ხელის ჟესტიკულაციებსაც გავაკეთებდი ისინი როგორც აკეთებენ რა მოძრაობებს ხელით რა რაღაცა გულზე დადება და მე ჰიტლერი როგორც აკეთებდა ზუსტად ისე და მივხედავთ მაგ თემას ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ ბატონო და რაც თავარი არის რომ ისეთ ხალხს რომელიც აი ესე პირდაპირ თვალში ნაცარს შემოგაყრეს ეგრეთ ხალხზე არ გაამახვილოთ ყურადღება და პირველ რიგში ჯანსაღი კრიტიკა ჩემს მიმართულებით ხო კარი არ მაქვს დაკეტილი გამიხარდება პირიქით იმიტომ რომ ესე იგი რაღაც შეცდომა დაუშვი უნდა გამოვასწორო ბატონო და გავხდე უფრო უკეთესი ყოველ დღე უნდა ვიყო იმ ადამიანზე უკეთესი რაც ვიყავი გუშინ ხანდახან ჩავარდნები მაქვს ხოლმე მაგრამ არა უშავს ძალიან დიდი მადლობა ყველას და 166-ვე გამომწერს დღეს ადგილზელოს დავლევ აგერ ხეს რო ჩარგავ იმით რა ქვია ღვინით აბა ღმერთმა ხელი მოგიმართოთ